რამდენად მნიშვნელოვანია პირობები ხარისხიანი მუსიკის შესაქმნელად? არის თუ არა დღეს საზოგადოება მუსიკალური ცვლილებებისთვის მზად და რა არის მაყურებლის ყურადღების მისაქცევად საჭირო? ქართული თანამედროვე მუსიკის პერსპექტივების შესახებ ნესის პორტრეტში მოგიყვებით. როგორ დავიწყე თავიდან არ მახსოვს იმარსე გითხრა. მე რა თქმა უნდა რაღაც სხვადასხვა ჯგუფში მღეროდი, უკრავდი კიდეც, საკუთარი ჯგუფიც მყავდა. და რავი, დიდი ხანია თითქმის უკვე 2 წელია დაახლოებით, 3 წელი, რაც ვარ მუსიკაში. საქართველოში და თბილისში ყველაფრის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ იცით რა არ მესმის, აი რო ამბობენ, რომ ნიჭიერია ძალიან, რა უბრალოდ შესაძლებლობები არ აქვს, რომ გააკეთოს. მე ვთვლი, რომ ჩემი გაგებით ნიჭიერი ადამიანი არ ნიშნავს უბრალოდ რაღაც ნიჭი კონდეს და ვერ გამოიყენო. მე პირადად ვთვლიდი, რომ წავსულიყავი საქართველოდან, იმიტომ რომ რაღაც ვერ დავინახე პერსპექტივა. პერსპექტივა არის უბრალოდ აი ერთადერთი პრობლემა არის მსმენელის პრობლემა. ვერ გაყიდი შენ მუსიკას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დაგიფასებენ და მოგიწონებენ, მაგრამ არის აი კონცერტების პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც კონცერტის კულტურა არ არის. ანუ შენი მუსიკა არ არის გაყიდვადი. და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა პირველი პრობლემა მუსიკოსისთვის, რა თქმა უნდა. მკითხა ერთმა რომ აი შენ წვანეთმებით რო დადიხარ ეს იმიტომ რომ შენ განსხვავებული გინდა იყო და ამით გამოხატა უბრალოდ ყურადღების მიქცევა გინდა საზოგადოებისგან. მე ამაზე იგნორი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არ იყო ჩემი იმიჯი და რაღაც შექმნილი. უბრალოდ ეს იყო ჩემი შინაგანიდან გამომდინარე რაღაც წამოსული მოტივი, რომელიც რატომღაც გავაკეთე, იმიტომ რომ ასე მინდოდა. მაგრამ მე არ ვიძახი იმას, რომ იმას ვაკეთებ, რაც მინდა. პროტესტი მქონდა, იცით რის მიმართ, აი ქაოსის მიმართ, რაც არის დღეს თბილისში. ვხედავ ძალიან ბევრ პატარა ბავშვს, რომლებიც არ იციან რა უნდათ, რაღაც ერთად მოაწვათ ყველაფერი, აი ერთად შეიგრძნეს ყველაფერი, ვერ გაიგეს რა არის თავისუფლება, ჯერ არ იციან რა არის ცხოვრება და თითქოს რაღაცას ეძებენ და არიან ვითომ განსხვავებულები. მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა, მართლა ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ გამოხატო და გადმოსცე. გასართობი ადგილები არ არის. ჩემთვის არ არის, იმიტომ რომ კლუბებში ახლა არ დავდივარ და რაღაც ესეთ გასართობ ადგილებში. რაც შეეხება კონცერტებზე დავდივართ ხოლმე. კონცერტებზე მიდიან არა იმისთვის, რომ მოусმინდონ, არა იმისთვის, რომ შეაფასონ რაღაც მუსიკა და მიდიან იმისთვის, რომ რაღაც მეგობრების სადახავად დასათრომად. მაგრამ იცით რა არის, ეს კონცერტები ფაქტურად იმისთვის არის, რომ ადამიანებმა ერთმანეთი ნახონ, ერთნაირმა ადამიანებმა, ცოტა რაღაც ერთნაირი აზროვნების, ერთნაირი მუსიკის მსმენელებმა და ერთნაირი გემოვნების. ხალხი შეხვდეს ერთმანეთს, ამისთვის არსებობს კონცერტები უბრალოდ. კიდე არის იცი რა პრობლემაა, ანუ შეიძლება კონცერტი ჩატარდეს ძალიან გამოცდილი შემსრულებლის ძალიან კარგი მუსიკოსის, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მსმენელი იყოს ძალიან ცოტა ამ კონცერტზე, ვიდრე რაღაცა ისეთ ჯგუფზე, რომელიც ეხლა დგავს პირველ ნაბიჯებს და ეხლა იწყებს რაღაცას. აი ესეთ კონცერტებზე უფრო მეტი ხალხი მიდის. იმიტომ რომ აიქაც იგივე რამის გამო, რომ სამეგობრო წრის გამო და არა იმის გამო, რომ მუსიკა არის ხარისხიანი. ანუ ხარისხს არ ვაფასებთ და არ უყურებთ. ჩემი ოცნება, რავი, ჩამოყალიბდე მუსიკოსად და მყავდეს მაგარი ბაიკი.